Ზვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა. რადიო სივრცის ეთერში FM 98.5-ზე. ვაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან, მე გახლავართ გურამ ნიკოლაშვილი. დღეს ორშაბათია 30 იანვარი და ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონს. 14 საათი და 9 წუთია თბილისის დროით. შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონის ფოკუსში მოქცეულია მე-11 მოწვევის საქართველოს პარლამენტი და მასთან დაკავშირებული მოვლენები, როგორც წარმართავს საკანონმდებლო ორგანო ქვეყნის პოლიტიკას, რა მიზნების, სირთულეების და წინააღმდეგობების დაძლევა უწევს მას. მომავალ კვირაში დაიწყება უკვე ორშაბათს პარლამენტის საგაზაფხულო სესია, რა დღის წესრიგით განაახლებს პარლამენტი მუშაობას, რა ბედიელის ოპოზიციას და მის მანდატებს, სად იმყოფება ქვეყანა მიმდინარე ვითარებაში და განვითარებული სიახლეების შეფასება. ამ ყველაფერზე ვილაპარაკებთ პარლამენტის წევრთან, ქართული ოცნებიდან, არჩილ გორდულაძესთან, რომელიც არის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე. მოგესალმებით, არჩილ. თავარი სიახლე, რაც განვითარდა, ეს ვთქვათ, სიახლეების თანმიმდევრობას რომ მივყვეთ, ეს არის საქართველოს სახელმწიფოს დემარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, სადაც მიუხედავად დაძაბული მუშაობისა, იმასთან დაკავშირებით, რომ რანაირი რეზოლუციის ტექსტი უნდა ყოფილიყოს და ჩვენ თბილისიდან ვადევნებთ ტყუილყურს იქ განვითარებულ მოვლენებს და ამიტომ აქედან ჩანდა ნათლად, რომ ჩვენი დელეგაცია იყო პრინციპში განწყობილი ძალიან კონსტრუქციულად და ახერხებდა არგუმენტაციის ჩამოყალიბებასაც, თავის ოპონენტებთან თუ არა ოპონენტებთან ურთიერთობასაც, რაღაცნაირად მისთვის მისაღები იყო პრინციპში, რაც არ უნდა ჩაწერილი იყო რეზოლუცია, მაგრამ აი იმ განცხადებებიდან ესე მკაფიოდ კი არ თქვა, უბრალოდ მე დამჭა შტაბ-ეჭდილება განცხადებიდან იგრძნობოდა იქიდან გაკეთებული აი ისა რაც რეზოლუციას წინ უძღოდა. იმ შეფასებიდან იგრძნობოდა, რომ ჩვენ გვაქვს ერთი მთავარი წითელი ხაზი. ეს არის საპარლამენტო არჩევნების ცნობა. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ამ ქვეყანაში ჩატარდა, რომელიც ჩატარდა დასავლური კომპანიების მონაწილეობით, მეთვალყურეობით, უამრავი საერთაშორისო დამკვირვებლის თვალქვეშ და ზედამხედველობით, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოიგო, ოპოზიციამაც აიღო ჯამურად საკმაოდ საგრძნობი რაოდენობის ხმები, რომელზეც არანაირი კითხვის ნიშანი 26 ოქტომბერს არ გაჩენილა, მაგრამ უცებ აღმოჩნდა მიუღებელი შედეგი, რის გამოც ჩვენ ნახეთ, თუმცა ქრონოლოგიას თვალს ვადევნებთ, ქვეყნის გარედან დაწყებული იმპულსები, ბიძგები, რომ სასწრაფოდ დაიწყეთ და მოაგროვეთ რაიმე მაინც მტკიცებულება, რითაც ჩვენ შემდეგ ესე ვთქვათ, შევკრავთ ამ დელეგიტიმაციის ისტორიას, ან გაყალბებაზე იყო ლაპარაკი, საბოლოო ჯამში ვერაფერი ვერ დამტკიცდა, განხორციელდა უპრეცედენტო ზეწოლა და პარლამენტი შეიკრიბა. მე-11 მოწვევის პარლამენტის შედგა, ოპოზიციამ გამოაცხადა ბოიკოტი და განსხვავებით 2020 წლისაგან დასავლეთის საელჩოებმა წარმომადგენლებმა ეს არ აღიარეს. ეს აქვე უნდა გვესმის, რომ ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც ამერიკაშიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და იქ ვინ გაიმარჯვდა პრეზიდენტად, ამას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, მით უმეტეს შექმნილი საერთაშორისო ვითარების ფონზე, ყურადღება იქითაც წავიდა, ამან გაამძაფრა ის ვაკუუმი, რაც შეიქმნა, იმიტომ რომ რაღაცნაირად დიდი ქვეყნები ერთმანეთს უყურებდნენ, პრაქტიკულად ისინი დაიბნენ, არ იცოდნენ რა პოლიტიკა ეწარმოებიათ საქართველოს მიმართ და მათთვის ამავე დროს თან მიუღებელი გახდა, წარმავალმა ადმინისტრაციებმა კი ძალიან ბევრი გააკეთეს იმისათვის, რომ აი წასვლის წინ მაქსიმალურად მათთვის არასასურველი, ისე ვთქვათ, ხელისუფლების მოშორება და დამხობა ეცადათ და ჩვენ ახლა ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. აი ამ ფონზე, როდესაც ეს გრძელდება, ანუ ჩვენ დავინახეთ ქართული დელეგაციის კონსტრუქციულობაც, მაგრამ დავინახეთ იქ მით უმეტეს იქ ვიცი ჩვენ ახლა ბალტიისპირელები და სხვები არიან ძალიან აქტიური ჯგუფი, რომელმაც პირიქით ეს გაამძაფრეს რეზოლუცია და მიიღეს რეზოლუცია გარკვეული დათქმებით, სადაც თავარი აღმოჩნდა ეს. ანუ არჩევნები თითქოს ამ ქვეყანაში არ ჩატარებულა, რაც თავის თავში შეიცავს ჩემი აზრით შეფასებას, რომ იცით რა არის, აი თავარია რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, არ აქვს მნიშვნელობა ხალხის არჩევანი როგორია. ეს უნდა წავიდნენ, მისი დამფუძნებელიც უნდა წავიდეს. მოკლედ ეს ესე უნდა შეიცვალოს თუ გინდათ რომ აი რაღაცნაირად აი ამ სივრცის ნაწილი იყოთ. ამ დროს ეს რა თქმა უნდა იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ხედავთ რომ იმ სივრცეს საკუთრივ აქვს პრობლემები და იმ სივრცის გარეთ არსებულ პრობლემებსაც ვერ აგვარებს. აი შენ როგორ ფიქრობ ჩვენი ეს ნაბიჯი რას მოიტანს ჩვენი სახელმწიფოსთვის?
მადლობა გურა. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მსმენელებს. საკითხი მარტივია თქო, არავინ არ ამბობს ამ ყველაფერს და ვერც არ მივცემ ეს საშუალებას თავისუფლებას, რომ ეს ყველაფერი ასე წარმოვაჩინოს ჩვენი მსმენელების წინაშე. სამწუხაროდ აღმოჩნდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ თურმე კონკრეტულ ორგანიზაციებში და არა მხოლოდ კონკრეტულ ორგანიზაციებში, ბიუროკრატიაში აღარ არსებობს არც სამართლიანობა და არც კეთილსინდისიერება და ძალიან დიდი გავლენებია, რომლებიც გადაწყვეტილების ფორმირებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს და ეს ეხლა არ დაწყებულა, დღეს არ დაწყებულა, სამწუხაროდ განსაკუთრებით გამძაფრდა ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც 2022 წელი დადგა და რუსეთის ფედერაცია შეიჭრა უკრაინაში, განსაკუთრებით ამძიმდა ჩვენს მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ და ქართული ხალხის მიმართ კონკრეტული სუბიექტების განცხადებები და მათ შორის მოლოდინები. თითქოს ისე გამოდის, რომ ქართული ხალხი უნდა დაისაჯოს იმისათვის, რომ რაღაცას არ აკეთებს მის მიერ არჩეული ხელისუფლება და ეს რაღაც ძალიან მძიმეა და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის გაჟღერებულიც არის და ცნობილიც არის თანადოდ, რომ ჩვენგან მოითხოვდნენ იმას, რაც საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანაში მოიტანდა უკრაინიზაციას და უკრაინის მდგომარეობაში ჩავარდნას და ესეც ზუსტად აი ამ ნარატივის და ამ მოცემულობის და გეგმის გაგრძელება, რაც მაგალითად ჩვენ ვიხილეთ გუშინ, რომ საქართველოს წარმომადგენლობას და დელეგაციას კი უცნეს და დაუდასტურეს, რომ ისინი დიახ არიან წარმომადგენლები, მაგრამ ამავდროულად გარკვეული დათქმები გაკეთდა და აქ საინტერესოა ერთი პასაჟი, რაც შეეხება 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს. ერთი მხრივ საქართველოს პარლამენტის წევრების, რომლებიც არიან არჩეულები 1,100,000-ზე მეტი ადამიანის მიერ, მათი უფლებამოსილება იქნა ცნობილი, როგორც საპარლამენტო წარმომადგენლებისა, რითაც ამავდროულად დადასტურდა 26 ოქტომბრის შედეგები, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელიც არის, რომ თუ ამ დელეგაციაში მხოლოდ ის ადამიანები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც არიან პარლამენტის წევრები და პარლამენტის წევრები მხოლოდ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არიან არჩეულები, ოღონდ ამავდროულად დათქმა გაკეთდა, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და ეს ორი მოცემულობა ერთმანეთს რადიკალურად ეწინააღმდეგება. გამოდის, რომ თან მოხდა ცნობა 26 ოქტომბრისა და თან დათქმა, რომ ხელახლა უნდა ჩატარდეს არჩევნები. თურმე არჩევნების პროცესში კი არ არის პრობლემა. და არჩევნების ჩატარების მექანიზმებში ის მაგალითად ამერიკული ტექნოლოგიებით, ამერიკული აუდიტის კომპანიის მიერ შემოწმების შედეგად რომ დადასტურდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო და საერთაშორისო აღიარებულ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად ჩატარდა არჩევნები. თუმცა პრობლემა არის ის შედეგი, რაც დადგა. და შედეგი დადგა, რომ ვერ გაიმარჯვა კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ და ამიტომ უნდა დაისაჯოს საქართველოს და რაზეც ღირსეული პასუხი გასცეს ჩვენმა გუნდის წევრებმა, როდესაც თქვენს რომ ჩვენ სადაც სამართალს ვერ პოულობთ, სადაც შეუძლებელია რომ შენი სიმართლე დაამტკიცო და სადაც ყველანაირი არგუმენტის გარეშე, ყველანაირი დასაბუთების გარეშე უბრალოდ გეუბნებიან რომ თიც გიქნებენ და გემუქრებიან და ეუბნებიან რომ არ უნდა ვცეთ პატივი ქართული ხალხის არჩევანს და არჩევნები ხელახლა აუცილებლად უნდა ჩაატაროთ და იმიტომ უნდა ჩაატაროთ რომ ჩვენ ასე გვინდა. ამაზე ღირსეული პასუხიც მიიღეს, რომ თუ ასეთი წინაპირობები იქნება, ეს კატეგორიულად მიუღებელია, ჩვენ ღირსეული ხალხი ვართ, ღირსეული ადამიანები ვართ, საქართველოს შესაძლებელია რომ იყოს და არის მცირე ქვეყანა, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ ღირსება არავის ნაკლები არ აქვს. და თუ თქვენს წევრებს, სხვა წევრებს ექცევით ისე, როგორც ექცევით, მაშინ ჩვენს ანალოგიურად მოგვექცეთ და თავიდანებეთ თითის დაქნევებს და შანტაჟებს და მუქარებს. ეს არის ის პასუხი, რომელიც ეკადრება საქართველოს და ქართულ საზოგადოებას და რისი ვალდებულებაც აქვს ამ ღირსეული ქვეყნის ღირსეულ ხელისუფლების და მას წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა. ჩვენ რო ცოტა უკან გადავახვიოთ, ჩვენ გვახსოვს, რომ მიუხედავად აი ამ რაღაცა გაყალბების არგუმენტის ძიებისას, ხანო ფურცელი ჟურნალდა და ხანო 300,000-ზე ციური ხმა ჩდებოდა და რაღაცნაირად ეს შეიკრა მხოლოდ მრავალმხრივი გამეორების შედეგად, რომ აი თავი დაარწმუნეს ბევრჯერ მანტრასავით გამეორებით, რომ გაყალბდა. და მე ეს გახდა ციტირებადი, ესე თქვა, ნუ ეს ხო ყველას კარგად გვესმის და აი ამ ტიპის რიტორიკა.
ხშირად ჩდება ხოლმე, რომ იცით რა, ეხა მე რა კრიზისიც მოხდა, კი, მაგრამ ხო უკვე ის თავისთავად ის გაყალბების კამპანია ხო მიინავლა. აღარ იყო და ერთთვის თავზე რომ არა 28 ნოემბრის განცხადება ეს არ მოხდებოდა. ანუ აი ამაზე მაინტერესებს შენი მოსაზრება, იმიტომ რომ მე მაქვს ჩემი რაღაც დამოკიდებულება, რასაც აი მეგობრები ზუსტად ამ არგუმენტს რომ მეუნებიან ხოლმე, იმათ უხსნი რომ იცი რა მოჩვენებითაც გარეგნულად, ხო? ეს ესე იყო თითქოს, ხო? ანუ არაფერი აღარ ხდებოდა, ვიღაც პროტესტი არც, ქუჩა, არაფერი არ იყო, მაგრამ ნახეთ, ის ვინც სახელმწიფოს მართავს, ის გრძნობს იმ სიტუაციის მოწყვლადობას და სიხისტეს. საქმე იმაშია, რომ მიუხედავ განსხვავებით 2020 წლისგან, მათ შორის დახურულ კარს მიღება მიმდინარე მოვლენებსაც ხედავს კარგად რომ მოაწესრიგებს. რასაც საზოგადოება ვერ ხედავს. განსხვავებით 2020 წლისგან, სადაც 40 დღიანი ზუსტად ასეთივე კამპანია იყო, არაღიარების, შემდეგ მთავარი არგუმენტი, რაც მაშინ გაყალბების ნაწილში ჰქონდა და ეს ისფედის რაღაც ან თვითონ საკუთრივ მცდარი შეფასებები. პარლამენტის შეკრების დღეს მათ აღიარეს, რომ მათ შეეშალათ და ხუხულასავით ჩამოიქცა მთელი ეს კამპანია. განსხვავებით 2020 წლისგან, როცა ეს მოხდა, 2024 წელს პარლამენტი შეიკრიბა, დაღამდა, გათენდა და მათ ისევ არ შეიმჩნიეს, არაფერი არ მოხდა. ანუ 26 ნოემბერს შეიკრიბა პარლამენტი ერთ თვის თავზე, 27 ნოემბერი ისევ დუმილია. და სწორედ აი ამ ფონზე გააკეთა ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ იცით რა, თუ თქვენ ჩვენ არ გვაღიარებთ, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ 2028 წლამდე უფლებამოსილება და ესე იგი 28 წლამდე არაფერი არ მოხდება. და კარგი ბატონო, გასაგებია, ჩვენც გავჩერდებით 28 წლამდე ქვეყნის შენებას ვაგრძელებთ, მაგრამ იქ რაღაც კაკუნს, რომელთთან ისედაც დახურული გაქვთ, მაშინ შევწყვეტთ რაზე. ანუ ეს ორი მოვლენა პირდაპირ უკავშირდება ერთმანეთს და შემდეგ უკვე ამას მოყვა ის მძაფრ ტალღა, რომელიც ასევე დავინახეთ ჩვენ, რომ თლიანად შინაარსობრივად იყო სავსე იმ ადამიანების ესე ვთქვათ, ემოციით და მუხტით, რომლებიც განიცდიან დამარცხებას, თორე კარგად ვერც გაარკვიეს რეალურად განცხადებაში ესე ობიექტურად რაც იყო ნათქვამი. ანუ აი ეხლაც იგივე არის, ხო, პრაქტიკულად ნათქვამი, რომ ჩვენ წამოვედით რაღაცა ევროსაბჭოს ამსაბლეიდან. რატო ეხლა ვერ ვიღებთ ამ მძაფრ მოვლენებს? იმიტომ რომ ეს განვითარდა უკვე ეს მუხტი თავისთავად და დაინახა ხალხმა, რომ სად არიან ისინი, რომ ის არის რეალურად ეს არის მოპროტესტე ძალა. მაგრამ რისი თქმა მინდა, ნახეთ, რომ ვიღაცები როცა ამბობენ, რომ 28 ნოემბერი არ მომხდარიყო, არაფერი არ იქნებოდა. ანუ ეს რაც გუშინ მოხდა არის ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი. იმიტომ რომ ეს პასეს ანსამბლეა ხო ისედაც დაიწყებოდა ამ დათქმულ თარიღში. ზუსტად იგივე განცხადებები ხო იქნებოდა, იგივე რეზოლუციები ხო იქნებოდა, იგივე ძალები ბალტიისპირეთიდან თუ ესტონეთიდან თუ მათ შორის უკრაინიდანაც როგორც ელდება. უკრაინა და აღმოსავლეთ ევროპიდან ხო ზუსტად ამას შეეცდებოდნენ და გაიტანენ ამ რეზოლუციას და უცებ აღმოჩნდებოდა რომ აი, ანუ ამდენი ხანი აქ მუხტია, იქნებოდა წყნარი ლაპარაკი და განცხადებები რომ აი არ ვაღიარებთ და ის არ ჩატარდა და გაყალბდა, ანუ გარეთ ქუჩაში არაფერი არ მოხდებოდა, მაგრამ დელეგიტიმაციის საკითხი ესე იქნებოდა, ანუ შენ გეტყოდენ ოპოზიცია, შენ არ ყავს პარლამენტში, არსად არ დადიხარ ვიზიტი, არა გაკლიუს დაამატერო, რაღაც პრეზიდენტი აირჩიე უკანონოდ. ანუ ეს მუდმივად იქნებოდა, ანუ ეს კრიზისი ესე მომწიფდებოდა, ეს შეიძლება შევადაროთ, როცა სხეულში რაღაც მეტასტაზი მიდის და გარედან თითქოს არაფერი არ ეთყობა. და ეხლა მოხდებოდა იგივე, იმიტომ რომ შენ მოგიწევდა იგივეს თქმა, რომ არა ხალხო ეს არჩევნები ჩატარდა. ანუ ჩვენ ხო დავინახეთ აი ქალბატონი თეა წულუკიანის განცხადებებიდან, რომელიც არის დელეგაციის ხელმძღვანელი, იქ ჩანდა რომ ის მუშაობდა ყველანაირად, რომ აეხსნა, ეჩვენებინა, გაეგებინებინა, რომ როგორ არის აქ სიტუაცია. ამან არ იმუშავა, ჩვენ მაინც ეს რეზოლუცია მივიღეთ და მაშინ გუშინ საღამოს დაიწყებოდა ის, რაც დაიწყო 22 ნოემბერს. მე ამას ესე ვხედავ. შენ თუ სხვანაირად ხედავ, იქნებ უთხრა ჩემს მსმენელს. მან ერთი საინტერესო მომენტია, რომ ამავდროულად ჩვენ ვნახეთ სპექტაკლი. სპექტაკლი ქართველების, რომლებსაც სახელი დაგვარები აქვს ქართული, მაგრამ ქართული რომ არაფერი არ სცხიათ, ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერები, მათთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, NGO-ები და თითქოს ამ ადამიანების მიმართვის საფუძველზე დარწმუნდნენ, რომ არჩევნებს პრობლემა ჰქონდათ თანამდებობის პირები. უკაცრავად საპარლამენტო ასამბლეაში და მათ გაიმარჯვეს. აი ეს დიდი სპექტაკლი დაიდგა და რეალურად ამ ადამიანების განცხადებებს მიმართვებს და იქ ერთად სელფების გადაღებას არავითარი
სხვა მიზანი არ ქონია გარდა იმისა, რომ ეჩვენებინათ მათ პატრონებს და მათზე გავლენას მქონე ადამიანებს, რომ ოპოზიციამ ისე იმუშავა, რომ შედეგი დადო. და რეალურად წინასწარ განსაზღვრული იყო ყველაფერი. და წინასწარ განსაზღვრული ყველაფერი იყო სამწუხაროდ ამაში ყველაფერში გვარწმუნებს ერთი ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის ხელმძღვანელი ქალბატონი თეატრულოკიანი დელეგაციის წევრები ბატონი გივი მიქანაძე, ხო, სხვა ჩვენი გუნდის წევრები, მათ შორის ხალხის ზალის წარმომადგენლების ყველაფერს აკეთებდნენ და ყველაფერს აბობდნენ და ყვებოდნენ იმას, რაც სიმართლეა. და ეს სიმართლე ყველამ ძალიან კარგად იცის და ისევ აღარ დაუბრუნდები რა არის ეს სიმართლე, რომ არავითარი პრობლემა არჩევნებს არ ქონია. და მარტივად ქალბატონი თეა ხსნიდა, რომ როგორ შეიძლება რომ როდესაც ჯამში ოპოზიციაზე 300,000-ზე მეტი ხმა გაქვს და მეორე ადგილზე გასულ ადამიანს პარტიასთან შედარებით ქართულ ოცნებას დაახლოებით 900,000 ხმით მეტი აქვს აღებული 800 დაახლოებით 800-ით, როგორ შეიძლება რომ ამდენი ხმა გაყალბებულიყო. და თან არ დაგვავიწყდეს, რომ მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლები ესწრებოდნენ, მათ შორის ამ პარტიებს ყავდა თავიანთი წარმომადგენლები და საერთოდ ჯამში დაახლოებით 50,000 იყო თუ მეტი არა კიდევ ადამიანების. და 50,000 ადამიანმა ვერ ნახა არჩევნების დღეს გაყალბება და თვალსა და ხელშუა ქართულმა ოცნებამ მოახერხა რომ 300,000 მინიმუმ 300,000 ხმა გაეყალბებინა და ამას თურმე უცხოელების ეთანხმებიან. აი სპექტაკლი არის ერთი დიდი დადგმული, რა თქმა უნდა ამის ფიზიკურად შეუძლებელია ობიექტურ დამკვირვებელ ადამიანს რომ ამის შეეროდეს, მაგრამ ვიღებთ შედეგს. შედეგს ვიღებ რომ ერთი მხრივ არის რა თქმა უნდა აი ისევ და ისევ არჩევნები ცნობილი, იმიტომ რომ დელეგაციების წევრების უფლებამოსილება იქნა ცნობილი, ხოლო მეორე მხრივ დათქმით პირდაპირ მუშტის მოღერებით იქნებოდო თითის დაქნებით, აუცილებელი მოთხოვნა რომ არჩევნები ხელახლა ჩატარდეს და მხოლოდ ეს ნაწილი არ არის, კიდევ სხვა დათქმები არის, რომელიც არანაკლებ მძიმე არის და პირდაპირ მნიშვნელობით შიდა საქმეებში ჩარევა არის. ჩვენ ხო არ ვამბობთ და ჩვენ ხო არავის არ ვეუბნებით სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს თქვენს ქვეყნებში რაღაცას არასწორად აკეთებთ. ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ ამ ყველაფერზე, მაგრამ ჩვენ ვცემთ სუვერენიტეტს ქვეყნებისას და მათ საქმეებში და საქმეებში ჩვენ არ ვერევით. თორემ ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ მათ შორის აქციებთან დაკავშირებითაც და ალბათ ყველას ახსოვს საფრანგეთში მიმდინარე მოვლენები ყვითელ თუ ნარინჯისფერ ჟილეტიანებთან დაკავშირებით. ათასობით ადამიანი იქნა დაპატიმრებული და დაკავებული, ათასობით ადამიანის მიმართ პასუხისმგებლობას სხვადასხვა კაცრი ზომები დადგა, მათ შორის პოლიციელებზე შეურაცხყოფის ნაწილში, თავდასხმების ნაწილში და მაგალითად ეხლა საფრანგეთის ელჩი, გერმანიის ელჩი ამბობს და გვამონათებს ჩვენ რომ თითქოს არასწორად ვიქცევით, როცა გაცილებით უფრო მკაცრი ღონისძიებები აქვს თითქმის ქვეყნებში განხორციელებული და გატარებული. სწორედ ეს არის რომ როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენ რომ ჩვენ სამართლიანი დამოკიდებულება გვინდა, ქართველებს ზუსტად ეგ გვახასიათებს რომ ჩვენთვის სხვა ყველაფერთან ერთად ღირსებასთან ერთად რა თქმა უნდა უპირველესად სამართლიანობა არის მნიშვნელოვანი და სამართლიანად უნდა მოგვექცეთ. და როდესაც გადაწყვეტილებები ყველანაირი სამართლიანობის გარეშე, ყველანაირი საფუძვლის გარეშე მიიღება, მე რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე გვაქვს ლეგიტიმური პასუხიც კი. და ეს თანმიმდევრობა გურამ რაც შენ მოყევი, აბსოლუტურად გეთანხმები და თითქოს უნდა ყოფილიყო ესეთი მოცემულობა, მათ შორის მომავალშიც, რომ შვიდად მიმდინარეობს ყველაფერი თითქოს ყველასთან ურთიერთობები ჰარმონიზებულია, მიუხედავად იმისა რა ხდება კულისებში და დახურულ კარს მიღმა და უცებ როგორც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა არის, უნდა გაკეთებულიყო განცხადებები ისეთი, როგორც მაგალითად ეხლა ვიხილეთ. გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო ისეთი მიღებული, როგორც ეხლა ვიხილეთ და ჩვენ ქართული ოცნების გუნდი ვამბობთ ერთ ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენ არავის არაფერს არ ვეხვეწებით. ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულებები, რომლებსაც ვასრულებთ. და მაგრამ ხელგაშლილები არავის მიმართ არ ვიქნებით და თუ იქნება ამ ჩვენი ვალდებულებების შესრულების საპირწონედ, ხომ არის მთავარი კრიტერიუმი იმისათვის, რომ მაგალითად ევროკავშირში გავწერდეთ, რომ ჩვენ წილი ვალდებულების შევასრულოთ, კრიტერიუმები დავაკმაყოფილოთ და შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ ამას ვაკეთებთ. და როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს შევასრულებთ, სამართლიანად თუ იქნება მიდგომა, კი ბატონო, მიიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენც ვიქნებით წევრები, მაგრამ ისე რომ ღია კარი ვამტრიოთ, ისე რომ სადღაც კორიდორ ვიაროთ, ოთახ ვიაროთ და ვიღაცას რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, რა პოზიციის მქონე პირიც არ უნდა იყოს და ამ ადამიანებს ჩვენ ვეხვეწებოდეთ, რომ ისიც რა კარგი ბიჭები და კარგი გოგოები ვარ და ჩვენ დიახ ვიმსახურებთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გვერქვას, აი ამას არ ვაპირებთ.
იმიტომ არ ვაპირებთ რომ ჩვენთვის თავარი არის რომ ზუსტად ვიაროთ ამ გზაზე ღირსეული ნაბიჯების გადადგმით და ვინმე არ გვამუნათებდეს, არ გვემუქრებოდეს და მიუხედავად იმისა რომ ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებდეს, მე მაინც არ მოგცენ წევრობის ზოგადად მოგვანიჭონ წევრობა. და თან ამის მაგალითი ჩვენ ხო გვაქვს. ზუსტად ანალოგიური მაგალითი იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. როდესაც აღმოვაჩინეთ ყველა და მათ შორის ევროსტრუქტურების ანგარიშებიდან გამომდინარეც, რომ ჩვენ გაცილებით უფრო წინ ვართ ყველა კომპონენტში, ვიდრე არის მაგალითად მოლდოვა, რომელიც ამავდროულად ესეთის წევრი არის. ჩვენ გაცილებით წინ ვართ ომში ყოფი უკრაინა და არ ვამატლით არაფერს და ღმერთმა შეარგოთ ეს კანდიდატის სტატუსი. მაგრამ როგორც მინიმუმ მოლდოვასთან დაკავშირებით, სადაც არ არსებობს უბრალოდ ოპოზიციური პარტია, სადაც არ არსებობს ტელევიზიები, მედია განიცდის წნეხს, სადაც სულ მხოლოდ 2 ტელევიზია და 2 ტელევიზია მაუწყებლობს, ხო? და ამ დროს ჩვენ ხედავთ რომ თურმე დემოკრატიული უკუსლოვო საქართველოს ჩვენ რაღაც პირობები უნდა შევასრულოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მოგგანიჭებენ სტატუსს. აი ეს არის ზუსტად უსამართლობა. და ზუსტად ასეთი მოცემულობა შეიძლება ჩვენ დაგვდგომოდა მათ შორის უკვე არამხოლოდ კანდიდატის, არამედ უკვე წევრობასთან, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და ჩვენ ვამბობთ ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას. მოგვეცით ფურცელი, მოგვეცით დოკუმენტი, სადაც ეწერება რომ მოლაპარაკებები გახსნილია და ვაწერთ ხელს, სადაც ეწერება რომ საქართველოს არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ვაწერთ ხელს. მაგრამ თუ თქვენ ამ ყველაფერს არ აკეთებთ, ჩვენ არ მოვალთ და არ შეგეხვეწებით. ამავდროულად რა თქვენ გადმოგვეცით რომ ვალდებულებები და კრიტერიუმები შეასრულოთ და ამ კრიტერიუმებს შევასრულოთ. სწორედ ეს არის რომ ორმაგი სტანდარტის ნაწილი, რომ ჩვენ გვინდა რომ ჩვენ მოგვექცნენ არა განსხვავებულად და არა დისკრიმინაციულად, სამართლებრივი ტერმინი რომ გამოვიყენოთ, არამედ ისე, როგორც ისინი ექცევიან თავიანთ წევრებს. ხო, ნუ ისინი ერთის მხრივ არსებობს მათთვის მოსაწონ ადამიანებს. ღია კარის დაპირება, კანდიდატის სტატუსი, რომელიც ღია კარის ნაირსახეობა. ხო, ეს ყველაფერი ხო ნაბიჯებია, ხო, რაღაცა დაპირება და ამას მოყვება იქ რაღაც დავალებები, შეფიქრ 9 ნაბიჯი 12 ეს გააკეთა. მაგრამ იქ სულისკვეთება თავარი რაც არის. აქ ლაპარაკი არის არა მხოლოდ იმაზე შენ რა უნდა გადადგა, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია მეთოდოლოგია, ისინი გეუბნებიან შენ ეს როგორ უნდა გააკეთო. და ამ რეზოლუციაში ეს კარგად გამოჩნდა, სადაც ეწერა რომ შენ ეს აუცილებლად ყველაფერი, გარდა იმისა რომ ადამიანები ჩვენ უნდა ჩაატარო, იქ რაღაც ნაბიჯები გადადგა და ასე შემდეგ. შენ უნდა გააკეთო ეს აუცილებლად ოპოზიციასთან და სამოქალაქო ეგრეთ წოდებული, ანუ იმ NGO სექტორთან, რომელიც მათივე შექმნილია, მათთან ერთად მუშაობთ. ისინი უნდა დაისვა მაგიდასთან, მაგათ უნდა კითხო, მოусმინო და მოსდა გაყვე. ანუ ეს არის პრაქტიკულად ქვეყანის მართვა, ნუ soft power-ით, ჰიბრიდული მეთოდებით. თელ პროცესში ხო, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე ყავს ჩართული, იმიტომ რომ თავარი ხო ის არ არის თანამდებობა, ვის უკავია და დეკლარაციას ვინ ავსებს. ანუ თავარი ის როგორ მოქმედებს, ხო? ანუ ამ იდეოლოგიური გავლენით, რომელიც ის უნდა წარიმართოს და ჩვენ სადაც ვნახეთ თავარი განსხვავება, სადაც ეს კონფლიქტში მოვიდა. აქამდე კიდე ამას ვაკეთებდით. შემდეგ ვიღაც კითხულობს და გაეგრძელებინათ. და ის მარტივი პასუხი როცა ეუნები, მე ცოტა ადამიანებს სახებზე ატობ დაბნეულობას. რატომიც? იმიტომ რომ ეუნები რო იცი რა არის, ყველაფერი ეგრე მიდიოდა. ნაბიჯ, ნელ-ნელა ნიადაგის მოსინჯვით, ამ ბალანსით. მაგრამ აი 2022 წლის 24 თებერვალს ეს სამყარო შეიცვალა. სხვა რისკები გაჩნდა, სხვა წინააღმდეგობები გაჩნდა. ევროპას გაუჩნდა ეს რისკები და ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ის არსებულ პრობლემას შუაგულ ევროპაში ომს ვერ აგვარებს, ვერც უკრაინას ეხმარება, ყავს წვეთოვანზე შეერთებული, ქვეყანა დღითი დღე ნადგურდება და ჩანაგდება და ყველა ელოდება რას იზავს ამერიკის შეერთებული შტატები. და ამერიკის შეერთებული შტატები გასაკეთებს. რუსეთს ამ ომში მხარეთ გამოცხადებული ყავს ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინაში მიდიარეობს ბრძოლა, მაგრამ რაღაცა გლობალური წესრიგის შეცვლისთვის მისი ოპონენტი არის ამერიკის შეერთებული შტატები და ამდენი ხანი ამას ველოდებთ. ანუ ეს არის მოცემულობა, რა ჩვენ მივიღეთ სოფლიოში და ეს არის ის ფონი, სადაც უწევს საქართველოს ოპერირება და თუ კიდე რა ეს არის რეალ პოლიტიკის სფერო, რაშიც გვიწევს მუშაობა და გაძლება და არსებობს კიდე გეოპოლიტიკის სფერო, რომ უნდა გადმოიღო რუკა და დახედო, რომ ის ქვეყნები, სადაც ჩვენ განგიხილავენ, ვინ არის შენი ყველაზე დასავლური მეზობელი არის თურქეთი. ანუ თურქეთი, ისლამური თურქეთი თავისი დღესწრიგით, თავისი დემარშებით, თავისი რაღაცა კავკასიური სცენარებით და შუააზიურით და რაღაცა განვითარების სრულიად სხვადასხვა ტიპის მოდელებით. ანუ მორჩა.
ფორმალურად ნატოს წევრი ქვეყანა. საფრანგეთის პრეზიდენტმა რა ქვეყნებზეც სწორება აქვს შინაურს თუ გარეულს, საერთოდ სხვა მოცემულობაში. არა, ეს ცუდი კი არ არის, ჩვენ გვინდა მოცემულობაში. უბრალოდ მთელი რიგი კითხვები რო იქ ჩდება რისკებთან დაკავშირებით, ნუ რაღაცა პასუხები ხო უნდა მოვისმინოთ და ჩვენ პასუხებს ვერ ვისმენთ და არჩევნების ჩავლილზე და მე რო ცოტა თვალი გაახილეს და გაყალბებაც რო ვერ დაამტკიცეს, მე თქვენ უი მართლა პროპაგანდა მოიგო. პროპაგანდას ეძახიან სააღაზრს რო ეუბნები და რაღაც რისკებზე ელაპარაკები, უყვები რა არის, როგორ არის, რა შეიძლება მოხდეს, ამას ქვია თუმე პროპაგანდა, ხვდები? და პასუხი რო არა აქვს, მაგას კიდევ უკვე რუსული პროპაგანდა ქვია, რომ შენაკეთი. 1000ჯერ რომ გაიმეორებს სიტყვას რომ გაყავდა, ეს გებელსის სეულად, ხო? ცნობილი ფრაზა რო არის, რომ აბსოლუტურ ტყუილს თუ გაიმეორებ მრავალჯერ, ის იმდენად სიმართლედ გადაიქცევა, რომ მათ შორის შენც იჯერებ. ზუსტად იგივე დაემართა. ზუსტად მაქედან დავიწყე რომ ჩვეულებრივი ფაშტები არიან. აი მათ შორის მეთოდებიც კი, პროპაგანდის ნაწილში მეთოდებიც კი, სუფთა ფაშისტური აქვთ. ხო, ნუ ძალადობა, ბულინგი, მოყვეთა ხმა არ გავწეთ, ეს რავი ჩაფურთხებებზე აღარ ვლაპარაკობ. და ეს ერთადერთი დარჩენილი აქვთ, რომ კიდე კაი არა აქვთ ამისი შესაძლებლობა, რომ ალბათ ქართული ოცნების მხარდამჭერებს, ქართული ოცნების გუნდის წევრებს სახვევებს შეგვახვევენ ხელზე, გაუკეთებენ ამოსაცნობ ნიშნებს. უკვე არის, რომ უნდა მოკლა კოდს. კი, აი ხო, ამცილად შევეხოთ ამ საკითხს, არ არის ეს ჩვეულებრივი საით მიდიოდა ესა რა, ანუ ეგ რაზეა გათვლილი, რომ თუ შენ ის შედეგი არ ჯდება, შემდეგ უნდა შექმნა ქვეყანაში კრიზისი და შემდეგ უნდა უთხოვ, რომ აი მე ჩამოვალ, დაგეხმარები, ვიქნები შუამავალი და ოღონდ მხარეები თქვენ ხართ, ანუ ის ვიც გარეთ დგას, ანუ რა მხარეებზია ლაპარაკი, მხარე არის ყველა ის სუბიექტი, პოლიტიკური პარტია, რომელიც იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ქართული ხალხი აძლევს X რაოდენობის ხმას და იღებს შესაბამის მანდატს. დაამთავრდა. ეს ფრაქციეობა უნდა მოხდეს პარლამენტში. მანდ ერთ საკითხი არის, პასუხისმგებლობას ვინ იღებს? აი პასუხი ქვეყნის განვითარებაზე, ქვეყნის წინაშე დამდგარ ამოცანებზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე პასუხისმგებლობა ვის ენიჭება? პროცესი. ანუ შენ მიყევი ამას და მე სადღაც ბოლო სერიაში ხო, ოღონდ ნახეთ როგორ აი პროცესი უბრალოდ მინავლებული იყოს, მაგრამ პასუხისმგებლობა ვაიდან რამე მოხდეს. ბენეფიცირება გინდა, სახელდაგვარი, სახელდაგვარი ვიღაცა დღეს არის, ოღონდ ხვალის აღარ იქნება. როგორც ჯო ბაიდენი აღარ არის და მე მოვა სხვა ახალი ადამიანი და ითქვი მხოლოდ დახევს. რაზეც ამერიკის ერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს ასეთ რამეს, რომ მე არავის არ ველაპარაკები ევროკავშირის თვითონ ხელმძღვანელობიდან, ამ ბიუროკრატიიდან, მე გადავდივარ პირდაპირ საუბარზე ქვეყნებთან და მათ წარმომადგენლებთან, იმიტომ რომ ისინი არიან პასუხისმგებლები თავიანთი ქვეყნის პოლიტიკაზე და ზუსტად ამიტომ ელაპარაკება იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ხელმძღვანელობაში. კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ და ხალხს უსვამს, რომ მათ შორის, რა ვიცი, სულ ამას ვამბობ ხოლმე, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ, რომ სამწუხაროდ არის ასეთი ნარატივი გაჩენილი, რომ ქართველი რაღაცას რომ ამბობს, მისი არ უნდა დაიჯერო აპრიორი. აი მაგალითისთვის რომ თქვათ რა. ნებისმიერმა ქართველმა რომ უთხრას მეორე ქართველს რომ იცი რა შენს ოჯახში შენს სახლში კარა და არასწორ ადგილას გიდგასო პასუხი ამაზე რა იქნება რა შენ საქმეა კაც ჩემი სახლია და მინდა კარადას დავდგო მინდა არ დავდგო მინდა მარჯვნივ დავდგო მინდა მარცხნივ ხო ასე არის პასუხი მაგრამ აი თუ უცხოური სახელი და გვარის მქონე ადამიანი მიუთითებს ქვეყანაში როგორი უნდა იყოს ხელისუფლება როგორი უნდა იყოს მართლობის ფორმა რა გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული და მათ შორის ხელისუფლება რომელი უნდა იყოს არჩეული და მე აღიარებული ამაზე პრობლემას ვერ წარმოიდგენენ და ვერ არ ხედავენ ამაში პრობლემას და ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ქვეყანა ერთ დიდი ოჯახი აღარ არის ჩვენთვის? არა, მან შეიძლება პასუხი იყოს ესეთი, რომ იცი რა არის ეს კაცი ჩამოსული არის ქვეყნიდან, სადაც აი ეს სახლი უკვე დალაგებულია რა, ნახე რა კარგად გამოიყურება ამას წინათ. ეხლა ნახე, ეხლა გამახსენდა ერთი, ანუ ადამიანი რომელსაც რაღაც აკადემიური ხარისხი აქვს, ბავშვებს ასწავლის, აი ესე რაღაცა იმითი თრთოლვით წერდა, რომ ნახეთ რა კარგია რაღაცა სკანდინავიური ქვეყნის 4 ლიდერი, რაღაც ახლა ერთ-ერთ ფორუმის პარკლებში, სადღაც ერთ-ერთმა დაპატიჟა, რაღაც მაგიდასთან ზიან, აი მინიმალისტურად რაღაცა ორი კინკილა საჭმელი უდევთ და ღმერთო რა დახვეწილობაა, რა კულტურაა, რა ეს ჩვენი ქართული სუფრახო საშინელი ველურობა, გესმის და ის კარგი ის გვინდა. მაგრამ უცხოური რო ჩამოდის ქართულ სუფრას და რო ხდება, მაგაზე გიждდება, რომ ამაგარია. რო გაკეთე და მე უკვირთ რატო ვიძახით, რომ იცი რა შენ რაღაც ქართულ. ხო და პიეტეტი აქვს იქ, იმიტომ რომ იქ დაალაგ, იქ მოწონს თვითონ იქ არ უნდა. ეხა ის უნდა აქვს სკანდინავი, წარმოიდგინე სკანდინავია რო გინდა საქართველოში აღარ ჩამოთვლი რამდენი რაღაცის ხობა. ამიტომ იმას იღებს. ოღონდ ეხა ამ დროს კარგი ვთქვათ, კარგია. აი მოგწონს რა. ნუ კარგია. მოდი ჩვენც გავხდეთ სკანდინავიელები.
ოღონდ აი შენეუნები ნახე, ეხა იქაც ხო ცხოვრება მიდის. იქაც ხო პროცესი მიდის. იქაც რაღაც საკითხებია, რომელიც ჩვენ არ დაგვესიზმრება, ხო? იქ რაღაცა გენდერული მიმართულებებით, ჩვენ რო ეხა რაღაც განცხადებები ვაკეთებთ, აქამდე არ არის მისული, მაგრამ იქ უსაფრთხოების თვალსაზრისით, ნაციონალიზმის აღზევების თვალსაზრისით, საშინელი მემარჯვენეობის ტალღა, უამრავი სხვადასხვა საკითხია, ხო? ანუ შენ რო იქ იყო სკანდინავია რომ იყო, საკითხები დაგიდგებოდა. ანუ როგორ მოდი შევხედოთ, აბა როგორ უმკლავდებიან. აი ეს თელი რიგი საკითხები როგორ ხდება. აი ეს კოალიციები რატო იშლება საპარლამენტო რესპუბლიკებში? რასში არის ეს წინააღმდეგობა? რამდენად არის ევროპა დასავლეთი ხო არის დიდი და რამდენად არის ევროპა დამოკიდებული ამერიკაზე. მე ეს ამერიკა ეხლა რო რაღაც სხვა ტიპის ინტერაქციას იწყებს ხვალდაზე რა ხდება და შენ ამაში უნდა ირკვევდე ბრმად რატო გინდა რომ იქ რაღაცა კოპი-პეისტით გადმოიღო. ეგ რთული პროცესია. როცა ამის ნაცვლად ადექი და შენი ეროვნული ინტერესი დახედე უკას სადახარ. რა საფრთხე გაქვს, რა საჭიროება გაქვს, ვის ელაპარაკებით. ესე გაიაზრე შენი ეროვნული ინტერესი და მივიდექი ქვეყანას. ანუ ეს არ ხდება და ამაზე ლაპარაკს ისევ ვიმეორებ. ქვია რა? რუსული პროპაგანდა. რა თქმა უნდა. მაგალითად ისევ და ისევ, აი ერთი მაგალითი შეეხება ამ საკითხს, რომ კოალიციებთან დაკავშირებით. და ჩვენ ნახეთ, რომ გერმანული შუქნიშანი დაიშალა. პრობლემა აქვს ავსტრიას ხო, საფრანგეთში პრობლემები არის ხელისუფლებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით ევროკავშირის წევრი ქვეყნები, სადაც წლების განმავლობაში მთავრობის ფორმირებები პრობლემას წარმოადგენს და კოალიციის ნაწილში აქვთ ხოლმე ეს პრობლემა, მაგრამ საქართველოში ნახეთ თითქოს ასეთი რომანტიზება ხდება კოალიციური მმართველობის, რომ ყველაზე იდეალური ფორმა არის კოალიციური მმართველობა. და ეს კოალიციური მმართველობა აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ამიტომ არის იქ კარგი ეკონომიკური მდგომარეობა მაგალითად. და ამავდროულად აი ამ ნარატივს რომ აჩენენ და ბევრისგან მომისმენია. აი ბევრი ადამიანისგან მომისმენია რომ იყო საქართველოში კოალიციური მმართველობა, ყველაფერი იქნება იდეალურად და ლომი და კრავი ერთად მოძოვენ ბალახს. და მოდი ახლა ვნახოთ ამ კოალიცია ვისთან შეიძლება თეორიულად რომ გაკეთებადი იყოს, ხო? მეორე მხარეს, აი ზუსტად იმ ნარატივის გასაგრძელებლად რომ კოალიცია კარგია, ზუსტად ამიტომ არიან დაყოფილი 4 პარტიად. და ეხლა სალომე ზურაბიშვილი აანონსებს კარგი იქნებოდა მეხუთე პარტიაც რომ არსებობდეს, რომ იმ ნარატივში ჩაჯდეს, რომ კოალიციურობა კარგია, თითქოს ერთი და იგივე ერთ პარტიას არ ექნება შესაძლებლობა, რომ სრული ძალაუფლება ხელში კონდეს ქვეყნის მართვისა და ვებისა და პარიტეტზე უნდა იყოს ეს პარიტეტი. მაგრამ პარიტეტზე ვიღაცა ხო უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, ვიღაცა უნდა იყოს ძალოვანი ბლოკის მინისტრები და ამ დროს ჩვენ ხედავთ ამ ოპოზიციურ იმაში აგერ მელია გირჩის დებატებს, ანუ ეს არის წარმოსახვითი პარლამენტი რაც უნდა იყოს. აი ეგ უნდა იყოს ეგ დებატები. სადაც შინაარსი არ იქნება, რომელიც არავის ხმას არ ამოაღებენ და მე ისინი აწმუნდებიან იქა და შინაარსიდან დაცლილი არავით არის შედეგი მხოლოდ და მხოლოდ ხმაური რომ შეიქმნას, თითქოს ეს რაღაცა ბუტაფორიულად მოჩვენებითად რომ არსებობს რაღაცა საკითხთან დაკავშირებით დისკუსია, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღება ერთი ჯოხის აქნევით, როგორც ეს მიიღებოდა წარსულში და ყველა ძალიან კარგად გვახსოვს. და თან ყველაზე მძაფრი ამ ყველაფერში ის არის რომ კოალიციაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც ერთ წიაღიდან მოდიან, ერთნი არიან. ანუ არავითარი კოალიციურობა მათ რიგებში ფიზიკურად შეუძლებელი რომ არსებობს. მაგარი ფოტო იყო ეგ სტრასბურგიდან, რა ეს რაღაც 4 ჭიაბერაშვილები და ვითომ სხვადასხვანაირო არიან და ანუ რო უყურებ და უცებ გახსენდება თითოეულის ესე ვთქვათ გენეზისი რა, ანუ აი ღრმა ესეთი ძარღვიანი ნაცმოძრავის კი არა ვიღაც რიგითი წევრი რაღაც გავლით არა აი ესეთი ბოლომდე ქვეყანას რომ უქრებენ და უხარია. უბრალოდ ერთი გამაგებინა ხან რო იშლებიან სხვადასხვა ყველა თითო ბრენდი ჯიბეში პარტიის უდევს თითო მაგრამ ბოლოს ყველა ერთიანდება რა აქვს განსხვავება მე რამდენში და კოალიცია უნდა გააკეთონ რითი არიან განსაკუთრებული მოჩვენებითობა აი საერთო აქვთ ის რომ მოჩვენებითობა და ისევ რომ აი იმ ადამიანებს რომლებიცაც ეხლა წეღან საუბრობდი რომლებსაც აჯერებენ რომ კოალიციურობა კარგი არისო თურმე და ამავდროულად რომ კოალიციური ხელისუფლება უნდა იყოს და ვითომ აი კოალიცია აგერა ვარ დაშლილები ვარ და ერთმანეთში ბალანსი გვექნებაო ამ ადამიანებს უნდა დააჯერონ რომ ესენი უნდა იყვნენ ხელისუფლებაში ეს არის სრულიად ტრაიკული მოცემული და რომ მოვლენ იქნება ეს კაკაფონია მე რაღაცას დაინაწილებენ ალბათ ორგანოებს მე ჩვენ ნახოთ 2003 წლის მერე უამრავს არ ახსოვს ეს მაგრამ მე მიდის საშინელში და კონკურენცია ბოლოს ერთმა უნდა გაიმარჯვოს ეს არის როგორც კასში ჩაყოლილი 2003-ში რა მოხდა 2003-ში ხომ კოალიციური მმართველობა იყო კი მაგრამ ხო სამ პარტია იყო გამოვიდო და ეს უკვე შიგნით გასაგებია მაგრამ 2006 წელს რა მივიღეთ
ყველაზე თვალსაჩინოდ რაც დავინახეთ, ერთი პარტია იყო პარლამენტში. და ეს პარტია იყო ნაციონალური მოძრაობა. ზუსტად ყველაფერი და ყველაფერი. ზუსტად იგივე არის ამ შემთხვევაში. არაფერი არ იცვლება. 22 წლის შემდეგ არაფერი არ შეცვლილა. მათ რიგებში. ყველაფერი ზუსტად საამისოდ კეთდება, რომ ეს იყოს ესე მოქცეული. მაგრამ ჩვენ დაუბრუნდეთ რითიც დავიწყეთ იმ თემას, ანუ ჩვენი დრო ამოიწურება, ეს არის საგაზაფხულო სესია და დღის წესრიგი რა. რამდენიმე ესეთი ხმაურიანი თემაა დაანონსებული. ლაპარაკი არის საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც მე სიმართლე გითხრა ბოლომდე არ მესმის ამის შინაარსი არსებობს, თქვა იურიდიული ფორმულირება, ანუ რა ტიპის უნდა იყოს, იქნება თუ არა, როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი და რა შედეგი უნდა მივიღოთ ამის შემდეგ. ანუ აი ერთგვარი გასამართლება, რაღაცა მის დეკლარაციის სახით მივიღებთ პროდუქტს თუ რა იქნება ეს? კი ბატონო. სტანდარტულად საგამოძიებო კომისია პარლამენტში იქნება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, სადაც შემოსაზღვრული არის დრო და ფარგლები, საკითხები, რომლებიც უნდა გამოიკვლიოს საგამოძიებო კომისიამ. პირველივე კვირაში შეიქმნება, შემდეგ დაკომპლექტდება და მუშაობა შეუდგება ისე როგორც ეს პარლამენტის რეგლამენტარი განსაზღვრული. დააბარებები რა თქმა უნდა იქნება ადამიანებისა, გამოკითხვები რა თქმა უნდა იქნება, ამავდროულად ინფორმაციების მოგროვება დოკუმენტურ დონეზე ამ ყველაფრის დამაგრება და საბოლოო შედეგით ჩვენ მივიღებთ მოცემულ ამ რაც რა თქმა უნდა გადაიცემა პირდაპირ ეთერში და ყველაფერი საჯარო იქნება, რომ ისევ და ისევ ხალხმა კარგად ნახოს ერთი მხრივ ნაწილმა, ვისაც დავიწყებული აქვს, რომ გაიხსენოს, რომ ვინ არიან ეს ადამიანები და მათ შორის ახალი ინფორმაცია გაიგოს, რომ რა შესაძლო დანაშაულებიც კი აქვს ჩადენილი, დავიცვათ პრეზუმპცია და ამავდროულად იმ ახალგაზრდება, რომლებიც ასე ამბობენ ხოლმე ღრიმილით, იცი, მე 2012 წელს რამდენი წლის ვიყავი? რა ვიცი, მე მაგალითად 45 წელს საერთოდ დაბადებული არ ვიყავი, მაგრამ ფაშიზმი რომ არსებობს, ვიცი, 33 წელსაც არ ვიყავი დაბადებული, როცა ჩაისახა ფაშიზმი გერმანიაში და რაშიზმი და ფაშიზმი. ადრე ჩაისახა 33-ში გაიმარჯვა ამ არჩევნებში. მაგას გულისხმობ. შენ ახლა როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, დიდი ალბათობით მოგიწევს ამ კომისიაში ყოფნა რაღაცნაირად. ნახოთ გუნდი როგორც გადაწყვეტს. ხო, როგორც გადაწყვეტს, მაგრამ სტატუსიდან გამომდინარე ვიძახი რა. და იცი რა მაინტერესებს, ანუ თავიდან, ანუ როგორც ტექნიკური დავალების დონეზე, ანუ რაღაცა ხო პრეამბულა ხო უნდა ჩამოყალიბდეს, ხო, აი თქვათ რაღაც საჭიროება და რაღაც განსაზღვრება, რომ ანუ რას ვიძიებთ? სისტემურ დანაშაულს ვეძიებთ იმას, რომ ის მართლობის ცალკეული ეპიზოდები და ცალკეული დანაშაულები, რის გამოც უამრავი ადამიანი გასამართლად და ზოგი ეხაძის და ზოგი იჯდა უკვე ციხეში. ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის კრიმინალური ნაწილი, მაგრამ ჩვენ რას ვაპირებთ, რომ დავანახოთ საზოგადოებას ამ მთელი დანაშაულებების სისტემური კავშირი და მათ შორის უამრავი ისეთის ეგრეთ წოდებული სამართლიანობის ვერაღდგენის კამპანიიდან, რომ ეს ყველაფერი იყო ერთი დიდი სისტემური ნაწილი, რომელიც გათვლილი და მიმართული იყო რაზე, ქვეყანაში რა ტიპის რეჟიმის შექმნაზე. ანუ ჩვენ ხო რა გვჭირდება მაშინ ერთადერთი გამართლება რა შეიძლება ქონდეს ამ საგამოძიებო კომისიას, რომ რაღაც განსხვავებული აჩვენო, რასაც ვერ მოიცავს კონკრეტული პროცესი. კი ბატონო. ნახეთ, სისხლის სამართლობრივი პასუხისმგებლობა დგება კონკრეტული ადამიანების მიმართ. კონკრეტული ან პირთა ჯგუფის მიმართ, ხო, თუ ჯგუფური დანაშაულები არის. რომლებიც აგებენ პასუხს სამართლიანი სასამართლოს წინაშე. ამავდროულად არ დაგოუწევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს ნათქვამი აქვს, რომ საქართველოში სამწუხაროდ სისტემური ძალადობრივი სისტემა იყო ზოგადად შექმნილი და ეს კონკრეტული საქმეების მრავალრიცხოვრობიდან გამომდინარე მივიდა სტრასბურგის დასკვნა, სტრასბურგის სასამართლო ამ გადაწყვეტილებამდე იმდენად შემზარავი იყო თითოეული ამ ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაული. მაგრამ ერთი რამე არის, რომ ამ დანაშაულებრივ ქმედებებს და ამავდროულად იმ სისტემას, რომელსაც საქართველოში ესე რომ მძვინვარებდა და ბობოქრობდა, სახელი არ ქვია. არ არის კრებსითად შეფასებული, რომ ასეთი ადამიანების უფლებების ტოტალური დარღვევა, ადამიანების პირდაპირ ხოცვა ქუჩებში, სახლებში შევარდნები, ბიზნესის დარეკეტება და 1000 უბედურება, ეს რომ სისტემური ხასიათის იყო და რომ ამ ყველაფერს ჰქონდა თავისი დასაწყისი და დასასრული სამწუხაროდ არ უჩანდა, სანამ ბატონი ბიზინა ივანიშვილი არ მოვიდა ხელისუფლებაში დავის გუნდთან ერთად და არ გადარჩა ქვეყანა როგორც ასეთი,
იმისათვის რომ დაერქვას კონკრეტულ მათქმედებებს სახელი, შეფასდეს მათი ქმედებები, მათ შორის იმ ადამიანებისაც, რომელთა მიმართაც სისხლისამართლობრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა და რომელთა მიმართ შესაძლოა არსებობდეს მათქმედებებში დანაშაულები, განსაკუთრებით ეს ყველაფერი ეხება აგვისტოს ომს, აგვისტოს ომამდე საქართველოში იმ ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს იქნება ეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში თუ პარლამენტში და გულისხმობ მაგალითად ავტონომიური ოლქის ყოფილ საბჭოთა ავტონომიური ოლქის საზღვრებში ახალი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნა საზღვრების განსაზღვრავს, რომელსაც ეხლა ბორდერიზაციის პროცესში რუსეთის ფედერაცია მიყვება და ამ გადაწყვეტილებას რომ ჩვენს წინააღმდეგ ცდილობდნენ რომ გამოეყენებინა რუსეთის ფედერაცია სტრასბურგის სასამართლოში, აი ამ ყველაფერს და მის მერე აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარე მოვლენებს მათ შორის სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში თანხობის მიცემას მიხეილ სააკაშვილი რომ ასე ღიმილით და სიხარულით ამბობდა რომ თანხმობა მიეცეთ რუსეთის ფედერაციას გაწევრებულიყო სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და სამაგიეროდ არაფერიც რომ არ მიუღია რატომ გააკეთა როგორ გააკეთა რა იდგა ამის უკან ამ ყველაფერს ჭირდება შეფასება და შესაძლებელია რომ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მათ შორის გამოიკვეთოს კონკრეტული ადამიანების მიმართ ახალი ბრალდების საფუძვლები რაც შესაბამისად გადაეცემა კომპეტენტურ ორგანოებს ამავდროულად შეიძლება ისეთი საკითხებიც გამოიკვეთოს, რომ სხვა კონსტიტუციური ორგანოების განსახილველიც კი გახდეს საკითხი. თორე თუ რას გულისხმობ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ნახავთ საბოლოო ჯამში. ერთი რამეა, რომ კომისიას არ აქვს ასეთი იმპერატიული და რაღაცა მოთხოვნითი საბოლოო შედეგების თვალსაზრისით შესაძლებლობა კომისიის დასკვნის შემდეგ საქართველოს პარლამენტი პარლამენტმა შესაძლებლობა მიიღოს დადგენილება, სადაც დადგენილებაში გაიწერება შესაბამისი რეკომენდაციები სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოს მიმართ. სწორედ ეს არის მთავარი მიზანი, რომ ერთი ის რომ გავახსენოთ საზოგადოებას ვინ არიან ეს ადამიანები, ჩავაყენოთ საქმის კურსში მათ შორის რომ გარდა იმ საქმეებისა, რა საქმეები საზოგადოებას ცნობილი არის, მათ ნამოქმედარებზე მივაწოდოთ დამატებით ინფორმაცია და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც ამბობენ რომ არ გვახსოვს საერთოდ პატარები ვიყავითო, მათაც გავაგებინოთ, რომ მათ გვერდით რომელი ადამიანები დგანან, რომელი ადამიანები არიან ისინი, ვინც უორგანიზებენ იმ პროტესტებს და ეგრეთ წოდებულ მარშებს, რომლებიც სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობს და რეალურად დაინახონ, სად არის სიმართლე, რა რეჟიმი იყო ეს, რა სახელი ერქმება ამ პირთა ჯგუფს გაერთიანებას, რომელსაც ჩვენ ეს აგენტურას რო უწოდებთ და ჯაშუშებს და საბოლოო ჯამში შედეგის თვალსაზრისით, შედეგის თვალსაზრისით სამართალთან მიმდივართ პირდაპირ და სამართლებრივად შესაძლებელი გახდება თითოეული ის მტკიცებულება და ის გარემოება, რომელსაც რა თქმა უნდა მოიძიებს საგამოძიებო კომისია. და შეკრავს. რაც აღწერე აჩიკო, ეს მე უფრო მაგონებს, როდესაც მთელ რიგ ქვეყნებში 50 წლის წინ ეს საბჭოთა რეჟიმები დაეცა, ზოგან დაიწყო ეგრეთ წოდებული გამოძიება, ზოგან აკრძალეს კომუნისტური პარტია, როგორც პირველ რიგში ის რომ რევოლუციის შედეგად იყო იქ ეს ხელისუფლება მოსული, შემდეგ იყო მათი მმართველობა ძალიან იდეოლოგიზირებული და მძიმე და აი როგორც კომუნისტური პარტიის შეფასება მოხდა, ესე ვთქვათ, გასამართლება და აკრძალვა, უფრო ამ პროცესს გავს, ვიდრე ისაც დამკვიდრებულია და ხშირად ვიმეორებთ ხოლმე ფაშისტური რეჟიმი, ნიურნბერგი, თორე იქ სხვა რამე მოხდა. არავინ არ გაუსამართლებიათ ფაშისტური რეჟიმი, რომ 33 წელს რატომ მოიგე არჩევნები, ამ ქვეყანას როგორ მართავდა. ეგ იყო კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის გამო და თქვა ნიურნბერგში თვითონვე იქმნებოდა ისეთი ახალი ნორმები, რაც შესაძლებელს გახდა მათ გასამართლებას, თორემ ტრადიციული მეთოდით იქ თქვა შორის გებელსმა ისე დაიცვა ერთი პირი თავი რომ კინაღამ თქვა რაც მე დავებით, მე ჩვეულებრივი მოხელე ვიყავი და სახელმწიფო პოლიტიკას ვატარებდი. ამიტომ იქ შეიქმნა რაღაც და სრულიად სხვა მასშტაბზე და სხვა შინაარსზე იყო ლაპარაკი. ამიტომ ეხლა რაც აღწერე, ეს უფრო მაგონებს აი ამ კომუნისტური პარტიების აკრძალვის დროს და გასამართლების დროს რა პროცესებით წავით. ჩვენ ბოლოს სანამ ჩვენი დრო ამოიწურება, კიდევ ერთ ესეთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხოთ, რასაც ქვია საქართველოს ის ოპოზიცია, რომელმაც გადალახა ბარიერი, მოხვდა პარლამენტში, მაგრამ უცხადებს ბოიკოტს, თუ უარს ამბობს, თუ მანდატებს ჭრის, თუ ხევს, თუ დაფინანსებებზე ზოგი ამბობს, თანხმობას ზოგი უარს. ანუ აი ამ პროცესს როგორ ხედავთ საგაზაფხულო სესიაზე, რას უნდა ველოდეთ? იმიტომ რომ ვინც დაწერა განცხადება, საბოლოო გადაწყვეტილება არის მართველი პარტიის ხელში. ქართულმა ოცნებამ უნდა შეუწყვიტოს მათ, ან არ შეუწყვიტოს მანდატი, უფლებამოსილება და დანარჩენი აქედან გამომდინარე. მათ შორის ეს საკითხი აინტერესებდა TV პირველის ჟურნალისტებსაც და არ მგონია რომ ეს უბრალოდ აინტერესებდა, მგონია ზუსტად რომ დავალებით იყო რომ
გავაგებინეთ ხალხო მართლა გვიწყვეტენ ამ მანდატებს თუ არ გვიწყვეტენ და მაგაზე პასუხი მარტივი მქონდა რომ არ დაგასპოილერებთ თქო და წინასწარ არ გაგიფხელთ მიღებული გადაწყვეტილების თუ მისაღები გადაწყვეტილების შესახებ თქო და ამ ინფორმაციას ამ სიხარულს არ მოგვრით. რა თქმა უნდა იქნება მსჯელობა მაგ საკითხზე დრო გვაქვს ანუ ეგ გადაწყვეტილება პარლამენტის მისაღებია მართველი გუნდის რა თქმა უნდა შეჯერდება ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთი რამე უნდა ვთქვათ რომ ოპოზიციის მხოლოდ ნაწილს აქვს განცხადებები დაწერილი და აქ გამოირჩა ბატონი გახარიას პარტია, ვითომ ისინი ნაცები არ არიან, ჩვენ ნაცების გავსად არ დავწერეთ განცხადებებიო და რა ასეულდებიან კაცმა არის ეს, არც პარლამენტში დადიან, არც იმ ამორჩევლების ნებას არ ემორჩილებიან, რომლებსაც ნდობა გამოუძღადეს და პარლამენტში გამოგვეცხადნენ, მაგრამ სამაგიეროდ ას დაწერა არ უნდათ და შეწყვეტა არ უნდათ უფლებამოსილების. ჩვენ შეიძლება ოპონენტებს არ უთხრათ რა მოხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პროცედურულად რო ვთქვათ რა, ანუ ამ წუთისთვის ვისაც შეწყვეტილი არ აქვს ისინი არ ცნო პარლამენტმა მათი უფლებამოსილება თუ არ ცნო და თუ ცნო ისინი ითვლებიან თუ არა დეპუტატებად ვიდრე შეუწყდებათ უფლებამოსილება. 26 ნოემბერს საქართველოს პარლამენტი როდესაც შეიკრიბა პირველ სხდომაზე, მაშინ 150-ვე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება იქნა ცნობილი და პარლამენტი შეუდგა უფლებამოსილებას. უფლებამოსილების განხორციელებას. მათ შორის ეგრეთ წოდებულ ოპოზიციონერებსაც, რა თქმა უნდა, მიენიჭა სტატუსი როგორც პარლამენტის წევრებისა, ისინი საქართველოს პარლამენტის წევრები არიან. და ზუსტად ამიტომაც არის, რომ გავრცელებული ინფორმაციით ანტიკორუფციული ბიურო მათხოვს დეკლარაციების წარდგენას და ეხლა ესენი ამბობენ, რომ არა დეკლარაციებს არ წარუდგენ და არ განახებთ, რამდენი გვაქვს ჩვენ შემოსავლებია. შემთხვევით ხომ არ უნდა თავიანთი თანხების დამალვა. და ამავდროულად ამბობენ, რომ აუცილებლად უნდა იყოს საჯარო ყველა იმ თანამდებობის პირის ინფორმაცია, რომლებიც ეხლა იკავებენ სხვადასხვა თანამდებობებს. მაგრამ დარჩენილი არის, ხო, რო გავაგრძელოთ და დავასრულოთ ეს საკითხი. ოპოზიციონერი წევრები რა თქმა უნდა არიან პარლამენტში, მათი უფლებამოსილება არის ცნობილი, მაგრამ მხოლოდ ნაწილმა დაწერა განცხადება მიმართა საქართველოს პარლამენტს, რომ შეგვიწყვეტ პარლამენტის წევრობაო. ესენი არიან სახელმწიფო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ახალი ნაცების წარმომადგენლები და მოდიფიცირებული ყვითელი ნაცების ლელოს წარმომადგენლები. ხოლო გახარიას პარტიის წარმომადგენლებს არ დაუწერიათ არც განცხადებები, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენურად კარგად აიღეს ის დაფინანსება, რომელიც რა თქმა უნდა ეკუთვნათ მათაც, იმიტომ რომ პარლამენტის წევრები არიან და ყავთ და მცირე თანხებზე არ არის საუბარი. ხელფასებს არიღებენ. მაგრამ ანუ ერთ შემთხვევაში ნაწილს დაწერილი აქვს და უკვე ბურთი შენს მოედანზეა და უნდა ან დააკმაყოფილო ან რაღაც პასუხი უნდა გაცერო რაშვები განცხადება როდემდე იყოს განუხილველი, მაგრამ მეორე მხრივ ვინც არ დაწერა და ითვლება პარლამენტის წევრად ну ის მაშინ გამოსულ ბოლოდ აცდენს და დადგება უკვე მე ვალდებულება წარმოგექნება რომ ამაზე ქონდეს რეაგირება არ დადეს ადამიანი არაფერი არ აქვს ერთი რამე რო ვთქვა, აი მაგალითად თანამშრომლებზე რო ვთქვა. თანამშრომელი წერს განცხადებას ერთ თვით ადრე თავის დამსახურებას ატყობინებს რომ მე სამსახურიდან მივდივარ. და ესეთი მოცემულობა რომ წარმოვიდგინოთ. სამსახურში ერთ თვის განმავლობაში ხომ უნდა იაროს. თავისი ვალდებულება ხომ უნდა შეასრულოს. თუნდაც ამ ნაცებმაც ხომ უნდა შეასრულონ. ეხლა ისინი არიან უბრალოდ ჩატალოზე, უბრალოდ არ უნდათ რომ თავისი ვალდებულებები შეასრულონ და ეხლა რაღაც პოლიტიკურ მადლობა აჩიკო სტუმრობისთვის. ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. დავბრუნდებით ხუთშაბათს. მადლობა შენ გასმისლობისთვის.